ეკონომიკური პოლიტიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი და განსხვავებული მოსაზრებები. ყველაფერი, რაც ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს და ჩვენს გვეხება. რა, როგორ და ვისთვის ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. როდის და როგორ დასრულდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რატომ გახდა საჭირო პროცესის გაგრძელება, რა პრობლემები შეხვდათ მოსახლეობის მხრიდან ინტერვიურებს და როდის იქნება პირველადი შედეგები? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა დღეს ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარია საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოტრაძე. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. გამარჯობათ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თემა, რომელიც ესეთი აქტუალური იყო გასულ წელს, რაღაც თითქოს ჩაიკარგა და დაემთხვა მოსახლეობის აღწერა ნოემბერში იმ საპროტესტო ბუხტს, რაც ხდებოდა ქვეყანაში. და ამიტომაც საქსტატს მოუწია, რომ თქვენ გაგეხანგრძლივებინათ დრო. რა შეგვიძლიათ გითხრათ ახლა? შედგა თუ არა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა შეხვდათ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად შეგვიძლია თავდაჯერებულად ითქვას, რომ მოსახლეობის აღწერა 2024 შედგა და მან დააკმაყოფილა ყველა ის საერთაშორისო რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც აღწერის სრულფასოვან ჩატარებასთან არის დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ აღწერა 2024 ჩატარდა მთლიანად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში ელექტრონულად, პირველად იყო ეს შესაძლებლობა. უფრო მეტიც მომხმარებლებს და რესპონდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლად თვითრეგისტრაციის მეთოდით, ანუ პირველი 2 კვირის განმავლობაში ისინი ელექტრონულად ავსებდნენ კითხვარებს, ხოლო შემდეგ თუმცა მაინც დავალია ძალიან მაჩვენებელი 5% თვითრეგისტრაცია. ესეთი მოლოდინიც ჰქონდა ჩვენ დაახლოებით, რომ ფიქრობდით, რომ მაქსიმუმ 10%-იან ნიშნულს მიაღწევდა, თუ გადავხედავდით საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებს, პირველ ჯერზე 10%-იან მაჩვენებელს ვერც ერთმა ვერ გადააჭარბა და 5%-იანი მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია და შემდეგ როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი ინტერვიუერები გარდაკარის პრინციპით დადიოდნენ ოჯახებში და იღებდნენ პირისპირ ინტერვიუს. თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო, როგორც თქვენვე აღნიშნეთ, მოგვიწია 2 კვირით, დაახლოებით 20 დღით მოსახლეობის აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების გახანგრძლივება. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ამ შესაძლებლობით იყენებს ძალიან ბევრი ქვეყანა და ამის უმთავრეს მიზეზად გვევლინებოდა ის, რომ ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა ქალაქ თბილისში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ უშვებდა სახლში მასთან აღწერის ფარგლებში მისულ რომელი უბნები გამოირჩეოდა განსაკუთრებით ინტერვიუერს. ზოგადად არამხოლოდ აღწერის, არამედ ზოგადად ნებისმიერი სტატისტიკური გამოკვლევის ფარგლებში გამოპასუხების შედარებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა ვაკის მუნიციპალიტეტი და მთაწმინდის მუნიციპალიტეტი და სწორედ ეს თავისებურება ახასიათებდა მოსახლეობის აღწერასაც, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ გავახანგრძლივეთ პროცესი. ანუ არ უღებდა კარს, რა მოტივით არ უღებდა, რომ არ ენდობოდა და იმიტომ არ უღებდა თუ უბრალოდ არ უნდოდა პროცესში მონაწილეობა? ეს მოტივები ჩვენ მიზეზები არ შეგვისწავლია. არა, მაგრამ ხო იქნებოდა სხვადასხვა, მათ შორის ნდობა უწყების მიმართ, მათ შორის შიში უცხოადავიანი სახლში შეშვების და სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველი 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ჰქონდა თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა და დაახლოებით 170,000 ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ მეთოდის გამოყენებით და ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავწიეთ რამდენიმე კვირით აღწერა იყო ის, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთ რეგიონში იყო უქვინალექი და ამან გაართულა და გააძნელა ზოგადად ინტერვიუერთა გადაადგილება. იმის მიუხედავად, რომ თქვენ პირველადი აღწერა და მაღალმთიან რეგიონებში გაცილებით ადრე დაიწყეთ, მაგრამ მაინც შეიქმნა პრობლემა. ჩვენ აღწერა ჩავატარეთ
ზოგიერთ რთულად და ძნელად მისადგომ რეგიონში. როგორცა მესტია, ყაზბეგი, დუშეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რამდენიმე სოფელი და ომალო. მაგრამ აქ მე საუბარი მაქვს მაგალითად ჩიდაქართლის რეგიონზე. მაგალითად, ახლომდებარეა თბილისთან, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოირჩეოდა იმ პერიოდში უხვი ნალექის გამო და ამის გამო მოგვიწია საველე სამუშაოების გახანგრძლივება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დასრულდა წარმატებით და მივაღწიეთ სასურველ შედეგს. და კიდევ ერთი სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ თქვენ დაქირავებული ყავდათ ადამიანები, ინტერვიურები, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროცესში, რომ თითქოს მათ დაუგვიანდათ ხელფასების მიცემა. ქონდა თუ ეს ფეიკია თუ ნამდვილად ასე იყო? აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია ეს. მოკლედ ჩვენ რამდენიმე კატეგორიის თანამშრომლები ყავდა დაქირავებული. პირველი იყო აღმწერი, დაახლოებით 10,000-ზე მეტი აღმწერი ყავდა, რომელთა კონტრაქტი დადებული ჰქონდა 15 იანვრამდე და შესაბამისად 15 იანვრის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩაერიცხათ მათ ხელფასი, თუმცა იყო ზოგიერთი მათგანი, რომელიც დეკემბერში ითხოვდა შრომის ანაზღაურებას, მათ კი დაასრულეს სამუშაო, მაგრამ როგორც წესი, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ხდება შრომის ანაზღაურება. ეს კონტრაქტითაც იყო გათვალისწინებული. და მეორე კატეგორია იყო, ასე ვთქვათ, ლოკალური ზედამხედველები და სექტორის უფროსები, რომლებთაც ხელშეკრულება ჰქონდათ ჩვენთან დადებული იანვრის ბოლომდე და შესაბამისად მეორე დღესვე ჩაერიცხათ მათ შრომის ანაზღაურება. უბრალოდ 31 იანვარს ჩაერიცხათ შრომის ანაზღაურება. როდის იქნება პირველადი შედეგები? ან ძირითადად სამუშაო გაკეთებულია, მაგრამ ახლა იწყება მთავარი. დიახ. ესე იგი, აღწერა ზოგადად რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი არის მონაცემთა შეგროვება, უშუალოდ რესპონდენტისგან, ანუ ამ მიმართულებით როგორც უკვე აღნიშნე, გამოიყენეთ ორი მეთოდი, ანუ თვითრეგისტრაცია და კარდაკარის მეთოდი, პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით მონაცემთა შეგროვება. მეორე ეტაპზე ხდება ხარისხის სამუშაოები და ასევე მაგალითად ადმინისტრაციული რეგისტრების გამოყენება იმ მონაცემების ვალიდაციისთვის, რაც აღწერის ფარგლებში მივიღეთ და იმ გამოტოვებული წერტილების, ასე ვთქვათ, შესავსებად, რომელიც დაკავშირებული იყო გამოუპასუხებლობასთან და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამას სჭირდება დაახლოებით 6 თვე, ეს ცნობილია საზოგადოებისთვის, რამდენიმე წელია ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ და შესაბამისად 25 ივნის მიმდინარე წლის 25 ივნის საზოგადოებას ჩვენ წარუდგენთ აღწერის პირველად შედეგებს აგრეგირებული სახით, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში 2026 წლის ივნისში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, მათ შორის სოფლების დონეზე მაქსიმალურად დისაგრეგირებული მონაცემები, რომლის შეგროვებაც მოხდა აღწერის ანუ ივნისში პირველადი მონაცემებით გვეცოდინება, რომ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ახლა საქართველოში. მათ შორის ქესის მიხედვით, მათ შორის რეგიონების და მუნიციპალიტეტების ქალაქების მიხედვით. და შესაძლოა, რომ ეს იყოს ბოლო აღწერა, რომელიც საქართველოში ჩატარდა? ჩვენ საუბრობდით აქ გადაცემის დაწყებამდე და ძალიან საინტერესო რამ ახსენეთ. ანუ ბოლო აღწერა ჩატარდა საქართველოში? დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს უნდა იყოს ბოლო სრული მოცვით გამოკითხვის აღწერა. რატომ? იმიტომ რომ განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა გადასულია მოსახლეობის რეგისტრის გამოყენებაზე, რაც იძლევა მოსახლეობის დემოგრაფიული და სტრუქტურული, ასე ვთქვათ, მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ანუ განმარტოთ რეგისტრი, რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ანუ მოსახლეობის რეგისტრი არის მოსახლეობის შესახებ არსებული სხვადასხვა წყაროს კონსოლიდაციის შესაძლებლობა, ანუ ტარდება ჯერ აღწერის ეფუძნება უახლეს აღწერას, შემდეგ ხდება სხვადასხვა დონეზე საკანონმდებლო ცვლილებები, მაგალითად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ესეთი რამ, რომ მაგალითად ევროკავშირის პროგრამა თვინინგის პროექტის ფარგლებში მუშაობთ ფინელებთან, იმისთვის რომ
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება მოსახლეობის რეგისტრით დავნერგოთ. ამის შესახებ 2027 წლის ბოლომდე გზამკვლევი უნდა შემუშავდეს და ასე ვთქვათ, კიდევ რამდენიმე წელში მოსახლეობის რეგისტრი უნდა შეიქმნას. ანუ ამით ხელმძღვანელობს გარკვეულ ჩაწერის ინსტიტუტთან ხო არ არის კავშირში? ანუ ნახეთ, საკანონმდებლო ცვლილება იქნება, რომელშიც ასე ვთქვათ, წამყვანი როლი ექნება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, როგორც სხვა ქვეყნებშია, თუმცა აქ იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ადმინისტრაციული რეგისტრების მფლობელი უწყებები იქნებიან გაერთიანებულები და შესაბამისად ეს ჩვენ მოგცემს ადამიანთა შიდა გადაადგილების შესახებ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, ხოლო 10 წელიწადში ერთხელ ჩატარდება არასრული მოცვით გამოკითხვა, როგორც 2024 წელს, როგორც 2014 წელს და იმის წინა აღწერის დროს ჩავატარეთ. არამედ შერჩევითი გამოკვლევა ჩატარდება, მაგალითად 15-20%-იანი გამოკითხვა, რომლის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ აღწერის კვლევა ტარდება მსგავსი მეთოდოლოგიით. აღწერის კითხვარით გათვალისწინებულ მონაცემებს. დიახ. ანუ პირობითად მარტივად რომ აუხსნათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, თუ ადამიანი ცხოვრობდა თბილისში და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, ერთ-ერთ რეგიონში, რაღაცა პერიოდის შემდეგ ის უნდა დარეგისტრირდეს იქ, ამაზეა ხო საუბარი? დიახ, რეგისტრების სისტემა ზუსტად ამას გულისხმობს, ეს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, ფინეთშიც, დანიაშიც არის საკმაოდ გავრცელებული და დანერგილი, როცა ადამიანი მუდმივ საცხოვრებელი მისამართს იცვლის, ჩვენთან ხო არა აქვს ამას ასე ვთქვათ მაგალითად ვალდებულება რომ ამის შესახებ ჩაწერის ინსტიტუტი იყო რომელიც ინფორმირება მოახდინოს. ანუ მიწერა ხდება ახლა თორშები მისამართზე. რეგისტრის შინაარსი კონცეპტუალურად ზუსტად ამას გულისხმობს, რომ მან რომელი უწყება იქნება ეს ჯერ გამოკვეთილი არ არის, ამ მიმართულებით სამუშაოა და წლები ჭირდება ამას როგორც უკვე გითხარით და მან უნდა მოახდინოს ამ უწყების ინფორმირება, ამას ჩვენ გამოვიყენებთ სტატისტიკური მიზნებისთვის, რასაკვირველია და აღწერით გათვალისწინებული კითხვების შესაგროვებლად ჩვენ გვექნება ასე ვთქვათ შერჩევითი გამოკვლევა 10 წელიწადში ერთხელ. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოში უახლოეს მომავალში არ ვიცით როდის, მაგრამ შემოვა ეგრეთ წოდებული ჩაწერის ინსტიტუტი მარტივად. ვერ გეტყვით ჩაწერის ინსტიტუტი და ერქვა რა ექნება, მაგრამ ადრე ასე იყო. გითხრათ რომ დაინერგება მოსახლეობის რეგისტრი, ამის შესახებ ჩვენ წლებია ვამბობთ, ჩვენ სამოქმედო სტრატეგიაშიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც დამტკიცებულია შარშან და შესაბამისად ამ მიმართულებით უკვე მუშაობ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. ხო, ეს არის სამომავლო გეგმა. ისევ დაუბრუნდები, მე რამდენიმე დეტალი მაინტერესებს აქ ინტერვიურებთან დაკავშირებით, იყო იქ ერთი პრობლემა, რომ კარებს არ უღებდნენ, მაგრამ იყო მაგალითად საუბარი იმაზე, რომ რაღაცა კვალიფიკაციის პრობლემა თუ იყო, იმიტომ რომ გადამზადება რამდენად მოასწარით, რადგან გარკვეულ იქ მაშინ რაღაცა გაფიცვა და ასე შემდეგ, ეს შეეხო თქვენს შერჩეულ, რამდენი ადამიანი შეერჩიეთ სულ ამ დაახლოებით 12,000 ადამიანი მონაწილეობდა აღწერაში. შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მაისის ბოლოდან დავიწყეთ. პირადად მეც ხვდებოდი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. სტუდენტებიც იყვნენ ჩართულები პროცესში. რა თქმა უნდა, უმეტესწილად სტუდენტები იყვნენ, რატომ? იმიტომ რომ აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებს სწორედ სტუდენტები უფრო მეტად, ახალგაზრდები უფრო მეტად ფლობენ, ხო? ანუ ეს განასხვავებდა ძირითადად 2024 წლის აღწერას 14 წლის აღწერისგან ამ 10 წლიან პერიოდში. ანუ იქ შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები თუ იყვნენ უფრო მეტწილად წარმომადგენლები. სტუდენტები იყვნენ სხვადასხვა ბავშვები მოსული. რატომ? იმიტომ რომ ისინი smartphone-ებს, ასე ვთქვათ, პლანშეტურ კომპიუტერებს ძალიან კარგად ფლობენ. მათ დაახლოებით 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდა თითოეულ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში. თუმცა აღწერის პროცესში იყო გარკვეულწილად კადრების გადინებაც, ანუ ეს სხვადასხვა გარემოებასთან იყო დაკავშირებული და ძირითადად იმასთან, რომ პოლიტიკური ფაქტორიც ეს ერთი, მაგრამ ნახეთ, ახალბედა სტუდენტი, როცა წააწყდა იმ პრობლემას, რომ საკმაოდ რთულია დამეთანხმებით ჟურნალისტების ბრძანდებით და დამეთანხმებით რესპონდენტის
დათანხმება ინტერვიუზე რთულია ეს ერთი და მეორე იმის დათანხმება რომ ის იყოს გულახდილი თქვენთან და კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია. ესეც მაღალ პროფესიონალებთან ერთად გამოცდილებას მოითხოვს, რომელიც არ ქონდა სტუდენტს მიუხედავად ტრენინგისა. ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა პირველივე დღეებში დაგვიბრუნა პლანშეტი და თავი დაანება სამუშაოს და საჭირო გახდა პროცენტულად ბევრი იყო? არ იყო ბევრი პროცენტულად, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე 100-ული 200-300-მდე ადამიანი იყო დაახლოებით ესეთი, თუმცა ჩვენ ქონდა სათადარიგო გეგმა, სარეზერვო ნაკადიც ყავდა, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა და ეტაპობრივად ყოველდღიურად ვამატებდით ახალ კადრებს, ვახდენდით მათ გადამზადებას, ანუ ინტენსიური ტრენინგები ტარდებოდა მათთვის და შესაბამისად უშვებდით მათ შესაბამისი უნარებით უკვე ასე ვთქვათ ველზე. და კითხვებთან დაკავშირებით თუ იყო პრობლემა იგივე მოსახლეობის მხრიდან, ანუ ხო არ იყო რომ ამ კითხვას უპასუხებ, ანუ რა კითხვა რაღაც თქვენ გექნებათ ალბათ თქვენი მონიტორინგი ჩატარებული, ანუ რა კითხვა აღიზიანებდათ ყველაზე მეტად? დიახ, რა თქმა უნდა, იყო მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ კითხვარი შედგენილი იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით. აქ რომელიმე საკითხი არ იყო დამატებული, რომელიც ჩვენი ინიციატივით ან მთავრობის ინიციატივით მოხდა თუნდაც. ამასთან აღწერის 2024 წლის აღწერის კითხვარი იყო იდენტური 2014 წლის აღწერის კითხვარისა. ანუ მსგავსი შეკითხვები იყო აბსოლუტურად. აქ იყო საკითხები მაგალითად იმასთან დაკავშირებით, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იყო ზოგადი შეკითხვები, რომელიც ძირითადად შშმ პირების სტატისტიკის წარმოებას ემსახურება. მაგრამ ეს იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის და ვაშინგტონის ჯგუფის ასე ვთქვათ რეკომენდაცია ქვეყნებისთვის, რომ აღწერა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამ და ამ საკითხებს. ასევე იყო მაგალითად აღსარებლობასთან დაკავშირებული შეკითხვების მიმართ მაგალითად გარკვეული პრეტენზიები რესპონდენტების მხრიდან. ასევე აღწერა ითვალისწინებდა საბინაო პირობების შესახებ სტატისტიკის წარმოებას. ანუ რა პირობებში ანუ რომელ წელს არის სახლი აშენებული, რამდენ ოთახიანი ბინაა, რამდენია ფართობი, არის თუ არა კეთილმოწყობილი, ელექტროენერგიით აღჭურვილი არის თუ არა, კანალიზაციის სისტემით, გაზიფიკაციის სისტემით და ასე შემდეგ. და ეს გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა მაშინ, როდესაც მოგეხსენებათ მე-19 საუკუნის ბოლოდან ტარდება საქართველოში აღწერების სტატისტიკის სამსახურის ატარებს უკვე 105 წელია აღწერებს და ანალოგიური საკითხები ადრეც იყო. ანუ ახალი რაღაც არ მოგვიგონებია, ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია ამ აღწერის დროს. გარდა იმისა, რომ ჩვენ სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონულად ჩავატარეთ მოსახლეობის აღწერა. გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენს თქვით, რომ ძალიან უკმაოდ რთული დრო დაემთხვა ამ პერიოდს. ცოტა დრო გრჩება და მინდა ასევე სხვა საკითხებს შევეხო. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ გამოაქვეყნეთ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, თითქმის 2.9%. მაინტერესებს რა დარგებმა იქონია ამ ერთი წლის განმავლობაში გავლენა ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ესე იგი რა დათვალეთ ტაქტატმა როგორ ესე იგი ეს ეფუძნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული DGG-ს გადაფთელ საწარმოთა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დეკემბერში 6.7% იყო და აქედან გამომდინარე წლიური საშუალო გამოვიდა 9.5%. ამაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე დარგში შექმნილმა შედარებით მაღალმა დამატებულმა ღირებულებამ. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, სადაც და ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან. მეორე სექტორი იყო, ასე ვთქვათ, ტრანსპორტი და დასაწყობება, მოგეხსენებათ, პოზიტიური ტენდენციები იყო
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით და ამის პარალელურად ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება და დასაწყობების მაჩვენებელი არის გაზრდილი, ასევე უნდა აღინიშნოს პოზიტიური ძვრები, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით გაზრდილია როგორც მზარდნაკადი, ისევე ტვირთბრუნვა. ასევე ვაჭრობის სექტორშიც და ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობასთან, რომელიც რეექსპორტზე გადის, ის შემოდის იმპორტად და იმპორტის სახით და რეექსპორტი ხორციელდება. გარდა ამისა, გაიზარდა საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით და საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს. ანუ ყველა წამყვან უმეტესობა დარგში არის ზრდა, მაგრამ გვაკლებაც. კლება დამამუშავებელ მრეწველობაში, მიზეზი? დიახ, დამამუშავებელ მრეწველობაში, როგორც მოგიხსენებათ, კლების ტენდენცია განაპირობა მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებულმა მოვლენებამ, კერძოდ შემცირდა ფუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ფეროსილიკომანგანობის ექსპორტიც დეკემბერში წინაზრის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 86%-ით შემცირდა. სტუმარი მასპინძლობის სექტორში? რა თქმა უნდა, მეორე სექტორი იყო, სადაც შემცირება გამოვლინდა, ანუ ძირითადად ეს სარესტორნო მომსახურებაზე და მზასაკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული კომპანიებზე კომპანიებთან იყო დაკავშირებული. და ინფლაცია მართალია 3%-ზე ქვემოთ არის 2%-ია, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც ზრდის ტენდენცია, ანუ რა იქონია გავლენა მაინც ფასების ერთწლიან ჭრილში გულისხმობ ამ შემთხვევაში ზრდაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფლაციას 12 სასაკულო ჯგუფის მიხედვით ვახასიათებთ, ანუ სამხმარებლო კალათა 12 მიმართულებად არის დაჯგუფებული. იყო 4 ჯგუფი, სადაც ფასების შემცირების ტენდენცია იყო, მათ შორის იყო მაგალითად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კავშირგაბმულობა და ასე შემდეგ, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი პროცენტულად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების დამ მოახდინა, დაახლოებით 1%-ულ პუნქტზე მეტი იყო წვლილი ამ 2%-იან წლიური ინფლაციაში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასების და ბოსტნეულზე, ბახჩეულზე და ზოგიერთი 80%-იანის და 80% არის ერთეულ რამდენიმე პროდუქტი და ძალიან მაღალია. რამდენიმე პროდუქტზე იყოს ეს, თუმცა საშუალოდ დაახლოებით 10-12-15%-ის ფარგლებში არის თამბაქოს ფასებიც არის ხო გაზრდილი? თუ ანუ თქვენ ინფლაციას ითვლით თამბაქოს გარეშეც, ხო? ის საბაზისო ინფლაცია, მაგრამ როდესაც სამხმარებლო ფასების ინდექსს ვითვლით, ჩვენ იქ ყველა საქონელი და მომსახურება მონაწილეობს, მათ შორის ადგილობრივი და იმპორტულით. კარგი და ისევ ეკონომიკურ ზრდაზე მინდა კითხო, თქვენ გამოაქვეყნეთ წინასწარი შეფასება, დაზუსტებული მონაცემები როდის იქნება? გაზაფხულზე იქნება, ესე იგი პირველ კვარტალში იქნება, ასე ვთქვათ, მეოთხე კვარტლის მონაცემები როგორც გვექნება დაზუსტებული და საბოლოო მონაცემები 15 ნოემბერს არის. ანუ წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე დიდი ცვლილება არის. რამდენიმე მეათედ პუნქტზე არის საუბარი, ხოლმე არსებითი ცვლილებები არასდროს ყოფილა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ისევ საყოველთაო მოსახლეობის საყოველთაო აღწერას თუ დაუბრუნდებით, ახალი ამბავი არის ის, რომ შეიძლება იყოს ბოლო აღწერა, რომელიც საქართველოში ჩატარდა და ახალი ინსტიტუტი უნდა შემოვიდეს რეგისტრი მოსახლეობის, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, ხო? მადლობა გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.